ვიდეო დაიწყება, მოდით გავათამაშოთ Alfa Romeo C42 2022 წლის Formula 1-ის ბუროჯოს წარმოების ბოლიდი. სანამ გავათამაშებთ, მანამდე გეტყვით, რომ ყველა წესი, რომელიც დიდგორის ვიდეოში არის ნახსენები, შესრულებული უნდა გქონდეთ. ანუ დალაიქებული უნდა გქონდეთ ვიდეო, გაზიარებული Facebook-ზე, გამოწერილი არხი, გზარის ღილაკი გააქტიურებული, ერთი კომენტარი უნდა დატოვოთ და Facebook-ის გვერდი უნდა გქონდეთ გუჯას გარაჟის დალაიქებული, რომელზეც შემდეგ უნდა მოგწეროთ, წესები გადამოწმდება და თუ სწორად გექნებათ ყველაფერი შესრულებული, ამის შემდეგ გადმოგეცემათ ეს ბოლიდი საჩუქრად. მოდით ახლა გავათამაშოთ. დავაკოპიროთ ლინკი. შემდეგ გადავიდეთ სპეციალურ საიტზე, რომელზეც ჩავაგდებთ ამ ლინკს. დავაყენოთ, რომ ერთი და იგივე კომენტარები არ გაიმეოროს. Streamline 8. გამარჯვებული არის ეს ადამიანი. გთხოვთ, რომ გამოგვეხმაუროთ გუჯას გარაჟის Facebook გვერდზე ამ ვიდეოს დადებიდან ერთი კვირის განმავლობაში. თუ არ გამოგვეხმაურებით, ავტომატურად გადათამაშდება ბოლიდი. წარმატებებს გისურვებთ ყველას და ახლა ვიდეოს ჩაუჯექით. ხო და რაღაცის თქმა მინდა მაგაზე, რაც ტაქსის ვიდეოში არ არის. სამწუხაროდ დღეს მარკეტინგმა შეიწირა. ხო და ეს მუსტანგი არის იმის ნათელი მაგალითი. თუ როგორ შეიძლება მუსტანგი ისე გააკეთოს, რომ ყველას მოუწეს და არ დაამახინოს. მოგესალმებით. ეს ახი გუჯას გარაჟია და დღეს ჩვენ არასტანდარტული ვიდეო ვექნებთ. არასტანდარტული რატო? განხილვა არ იქნება მოდელის, იქნება მოდელები ფილმებიდან, საკოლექციო მოდელები, რაც გვაქვს. ნაწილი. და დღეს მინდა ველაპარაკოთ ეგეთ თემაზე, რატო ავარჩიეთ ეს მოდელები, რატო გვაქვს და რული აქვს მანქანის კარგად გაკეთებას კინოში. ანუ ჩემ ძველ სიტყვებს გავიმეორებ, მანქანები იყვნენ გმირები და არა მსახიობები. მსახიობები დამხმარეები იყვნენ, რომ მანქანებს ემოწეონ. ერთხელ თქვი. მოგესალმებით. პირველ რიგში არხი გამოიწერეთ, დაალაიქეთ, კომენტარები არ დაგავიწყდეთ. და 10,000-მდე სულ რაღაც 250 კაცზე ნაკლები დაგვრჩა. 253. ხო, ნუ რა მნიშვნელობა აქვს? გრუბად 250 თქვათ. 250 გვაქვს, რომ საიდუმლო მანქანა გაჩვენა. ხო. რაც შეეხება ჩვენ დღევანდელ ვიდეოს, სათაურიდან გამომდინარე კინო და მანქანები. ხო? რა კავშირში არიან და რა როლი ითამაშეს ავტომობილებმა ფილმებში და ფილმებმა ავტომობილების ბრენდებში. კი ბატონო. და რა ღვაწლი მიუძღვის ფილმებს ავტომობილების გაპიარებაში. ხო, ფაქტიურად ეგრე გამოდის, ხო? აქ რასაც უყურებთ, ყველა გაპიარებული მანქანა. კი ბატონო, რომლებმაც გაითქვეს სახელი ფილმებით უმეტესწილად. შეიძლება იმ ქვეყანაში, კონკრეტულად იმ ქვეყანაში, სადაც გამოსული იყო ეგ მანქანა, პოპულარული იყო, მაგრამ მასიურად მსოფლიო მასშტაბით, ხო? არ იყო ისეთი პოპულარიზებული რა. მე გეტყვი რა, ეხლა პეჟო, თქვათ, ყველაზე ისეთ მოდელს ავარჩევ. პეჟო იყო ჩვეულებრივი ბრენდი. კი ბატონო. რომელიც ისოდნე საფრანგეთში, რომ სამომხმარებლო მანქანებს უშვებდა. ხო, ნუ რახან პეჟოთი დავიწყეთ საუბარი, ცოტა ხნით ამეებს აქეთ გადმოგვიყვეთ. არა, პეჟო მაგალითისთვის გამოვიყო. ხო, ნუ აქედან გამოვუყვეთ მაშინ რა. აგერ გვაქვს ეს ავტომობილი ჩვენ განხილული. კი. თავიდან ბოლომდე რასაც ქვია. ხო და ყველაზე ნათელი მაგალითია იმის, თუ ჩვეულებრივი მანქანიდან რისი გამოყვანა შეიძლება და როგორ უნდა გადაიღოს ყოლად
რეკლამა, ეგრე ვთქვათ, ხო. რომ ყველას შეუყვარდეს და ყველას მოგდეს. ხო, ნუ აი მით უმეტეს რომ რიგითი სერიული ავტომობილი არის აღებული. კი და ერთადერთია ეს რაღაც ელემენტ, ზედმეტი ელემენტები აქვს დამატებული და იმდენად გაითქვა ამ ავტომობილმა და ფილმმა სოფლიო ბაზარზე, სახელი რომ ყველას უნდა რომ ეს Peugeot ყავდეს. ხო. ნუ მით უმეტეს რომ კოლექციონერებისთვის აი პირადად ჩვენ თავზე ვილაპარაკებ რა. ძალიან დიდი ხანი უნადირობთ ჩვენ და რაც არხი მაქვს იმის მერე მინდოდა რომ აი მე და შენ რამდენჯერ ვილაპარაკია იმაზე რომ 406 ტაქსიში რა ძრავი ეყენავ და ვიდეოში შეგიძლიათ გაიგოთ სინამდვილეში როგორ და რანაირად იყო. ხო. გადავიდეთ შემდეგ მანქანაზე, ხო? ელეონორზე? ელეონორზე. ნუ ესე ელაკა რა. ხო. ამას დაუბრუნებ თავის. ხო, თან წარმოებლებს ვიტყვი, ეს არის ვილარტის. ხო, ეს არის ვილარტი. ხო, ის. და სულ 300 ცალია, 2 ცალია საქართველოში, 1 ჩვენ გვაქვს. კი ბატონო. და YouTube-ზე ჩვენი ვიდეო არის გლობალურად პირველი ვიდეო, ვისაც ჯერ კიდე ნანახი არ გაქვს. ხო. გლობალურად კიდე რაც ქვია რომ არავის არ ქონდა დადებული. არავის არ ქონდა ამ მანქანის განხილვა დადებული. პირველები ჩვენ. პირველი სერიის პირველი ტაქსის Peugeot-ს განხილვა ქონდათ, მაგრამ ეს არა. ეს კონკრეტულად ეს მოდელი არა. რაც შეეხება გატაცება 60 წამში. ეს ყველაზე საინტერესო ისტორია ხომ მანქანა. ფაქტიურად მთლიან საათნახევრიან ფილმში ხო ეს მოდელი ფიგურილებს თუ რაღაც 10 წუთი. არა მეტი. ნუ 15 წუთი, ჰა. ხო, მაგრამ ბოლო 15 წუთი. ყველაზე მაგარი იცი რა. Porsche-თან, Ferrari-თან, Lamborghini-თან 60 მანქანა თუ 50 50 არ მახსოვს, უნდა მოიპაროს და თავარი ტიპი არის ეს. კი. რომელსაც რა ქვია? ელეონორი, Memphis. არა. Memphis-ის მითიური მარტო. მითიური მარტო, კი ბატონო. Memphis-ი არის ნიკოლას კეიჯი. ნიკოლას კეიჯი, კი ბატონო. როიფერი. ავტომობილი ნამდვილ მანქანაზე მაქვს საუბარი, ჩიფუზის დიზაინით არის დამზადებული. ვისაც გაინტერესებს სრული ვიდეო, სხვათაშორის არც პირველი განხილვა იყო ეს. კი, ამითი და მარტო ვივარი, მარტო ვარ მე. ეს ჩემი ჩაწერილი. 2 წლის წინადე მანქანას ვაბრუნებთ. ხო. ხო. და დღესდღეობით კოლექციონერებისთვის ერთ-ერთი მოდელების კოლექციონერების ნამდვილ მანქანაზე საუბრობ, ერთ-ერთი საოცნებო მანქანა არის კოლექციონერებისთვის, კონკრეტულად ეს მოდელების კოლექციონერებისთვის კიდე საოცნებო არ არის, მაგრამ სასურველი. კი. ხო, ნუ ახლა რო ვთქვა თუ არის შოუება და რაღაცა იშვება ეს. ჯერჯერობით. გადავიდეთ შემდეგ ამ ავტომობილზე. ჯონ უიკი. ვინც ხო, თან სახელები დავარქვათ რა. ამას ქვია სემინასერი. არა, მაგას ტაქსი ქვია. კარგი იყოს. ამას ელეონორი ქვია. მაგას ელეონორი. ამას რო ჯონ უიკი ქვია. ამას ქვია ჯონ უიკის ბოსი. ხო, ჯონ უიკის ბოსი. ამას მუსტაგი არ ქვია, ამას ქვია ჯონ უიკის. ხო, იცი, მე და ეს მანქანა ტოლები ვარ. არა, ეს 79 წლისა. ჩემზე დიდია. მე რა დამახსოვდა რომ 71. სულ ის მაგ ხოლმე, რომელი ჯობია ელეონორი თუ ეს. ვერ ვარჩე, ორივე მომწონს. შენ ახლა როგორი ისა გაქვს, იცი, მუსკულსა კარსა და პონიკარ შორის დავა. ხო, ბაზარი არ არის, მაგრამ ორივე ხო მუსტანგია. ორივე მაგრად გაკეთებული არის და რომელი ჯობია მაინც ვერ გადავწყვეტ. ახლა მე ეს მომწონს, რატო? მეც მომწონს, მაგრამ მე ისიც მომწონს. ხო. გადავინაცვლოთ ფორსაში. ყველაზე მარკეტინგულად ყველაზე მაგარი ის. ხო, ეს ვიჭიროს. მე ვთვლი რომ ეს არა, ჩარჯერი არა. დანარჩენი სხვა ყველა მანქანა პოპულარული რო არის. ფორსაჟის დამსახურება არის. რაც იქ გამოვიდა. ჩარჯერი ისედაც ყველა მიცოდა და ყველას ევასებოდა. ხო. მაგრამ იმდენი ვარიაცია მოუფიქრეს ფორსაში ამ მანქანას. რომ ბოლოს ტექნიკური მრჩეველი ვინც ყავთ ლიბერმანი არა, მე ახალი ბოლოს იხვეწებოდა რომ სხვა რაღაცა მოიფიქრეთ, რა აღარ შემიძლია.
აღარ ვინდა ეს ჩარჯერი იყო რა. კი და 10 ფილმი არსებობს და 10-ვეში სხვადასხვანაირი. კი. բայց 10-ვეში თამაშობს ეს მანქანა? კი. ანუ ეს უფრო მთავარი როლის შემსრულებელია ვიდრე დომინიკ ტორეტო. ხო, მაგრამ დომინიკ ტორეტოს ესა ვინ დიზელის დაწერილია. ხო, არა, ხო და მაგას ვიზახი, ვინ დიზელი ყველა სერიაში არ არის. ხო. არა, მეორეში არ არის. არც მესამეში არ არის. მესამეში იმით გამოდის. მესამეში ბოლოში. როუდრანერით გამოდის. ხო და ბოლოშია. ხო. და მეორეში საერთოდ არ აჩვენებს. მეორეში ჩანს ჩელენჯერი. სტაბილოსფერი ჩელენჯერი კამაროსთან ერთად. ლურჯ კამაროსთან. ხო, მაგრამ თვითონ იმაზე ვინ დიზელზე ამბობ? დიზელზე ვარ. ხო, მანქანაც არ არის და ხო. ხო და ეს ხო და ესეც არ არის. ეგეც არის დანარჩენში ყველაში. 79 წლისად, 78 წლისად, 70-ის ხო არის და არის. კი ბატონო. და საერთოდ დოჯი მაგას იზახის რომ ისაო ჩვენ და ფორსაჟიო მეგობრები ვართ. და ფორსაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მანქანასთან გადავედი. ბრაიანის სუპრა. ბრაიანის სუპრა არის მანქანა რომელიც ფორსაჟი რო არა სუპრა ესეთი მაგარი რო არის ბევრს არ ეცოდინებ. კი, სხვათა შორის მაშინ უფრო გაითქვა სოფლიოში ამ მანქანამ. ეს გრინლაიტის მანქანებია ფორსაჟის ისა ჩარჯერიც და სუპრაც. ხო, ის არის ისიც გრინლაიტია ხო მუსტანგები. ესენიც გრინლაიტებია კი ბატონო. ხო, გამოვიწყდეთ მაგრამ ხო, გაითქვა სახელი სოფლიოში კონკრეტულად მაგ ფილმიდან. ხო, ეგრე არის. თორე იცოდნენ მარტო იაპონიაში ეს ამ მანქანის ნახე, ისიც გაიგეს ფილმიდან რომ ეხლა სტოკი სუპრა რო აიყო. ხო. კი, რაღაც ვიზუალი აქვს. რა ძალიან ლამაზი. არა, შენ მოგწონს, მაგრამ მე ეს უფრო მოგწონს. არა, ეს თავისთავად ეხლა უკვე ანუ ნახე, სიტყვაზე ჩარჯერი რო ავიღოთ. ეს ვერაფერ დამატებას ვერ გავუკეთებ, ისეთ ლამაზი რო გამოდის. ხო. ანუ ვერ დააწუნიკებ ვიზუალურად ვამბობ რა. შეიძლება ვიღაცას მოეწონოს, მაგრამ დიდ ნაწილს კლასიკური ჩარჯერი მქონია. ძველზე ვლაპარაკობ. აქ რაც და სუპრას ხო, რაც გინდა ის მოვიქნე, ყველაფერი მოხდება. კი ბატონო. გადავიდეთ ახლა შემდეგ ორ მანქანაზე და ორს ფაქტიურად ჯობია ერთად ვილაპარაკოთ ამ ორ მანქანაზე და რატომ? გეტყვი ახლა. აბა, აი ეს მანქანაც ხო? მარტო სახლის მანქანა. ქურდების მანქანა. ხო, ეგ არის სხვათა. არა, არ შოუნაზე არ არის. ფილმში სულ რამოდენიმე წამი მონაწილეობს. ხო რა. მაგრამ დამახსოვრე ყველა მიცის ეს მანქანა. იმიტომ რომ ვიზუალია. ხო, ყველა მიცის რომ ეს არის ქურდების მანქანა. მაგრამ ზატო ფილმში რამოდენიმე წამი არის. და რამდენი ხანი ჩალიჩობდი რომ ერთთან მოხდა. ხო, და ერთ-ერთი უიშვიათესი არის კოლექციო მანქანებში ეს. გრინლაიტის ყველაზე ძვირი მოდელია. და მეორე გირებულია 1.53-ში. მეორე მანქანა რომელიც ესეც სულ რამოდენიმე წამი მონაწილეობს იმ სამ ეპიზოდიან ფილმში. შემთხვევით შემომეყიდეს. ხო, ნათლიაში. რომელიც რომ ესეც კი დასამახსოვრებელი ავტომობილია. ეს რაღაცას ვიტყვი რა. 1.53-ში. ხო. კინოს მანქანები რაც გვაქვს გრინლაიტის. კი. ყველაზე მაგარია. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მანქანა არის ხუთაშორის. მაგაში გეთანხმები. ხო და აი მაგას ვიძახდი რა, ეს მანქანაც რა სულ რამოდენიმე წამი ჩანს. გასვენების ხო, სცენაში. გასვენების სცენაში. კი ბატონო და ესე არის და დამახსოვრებელი. კიდევ ერთ რაღაცას ვიტყვი. ვისაც 2 წელია გამოწერილი ყავართ და გავწევთ კინოს თემაში ეს მანქანა იყო პირველ ადგილზე ვიდეოებში. კინოების მანქანები. მაგრამ იმან აი ამან ხო. მარტივად ჩაეჭვა. ეხლა რაც შეეხება კონკრეტულად ამ მანქანას. მაგარ რაღაცას ვიტყვი მაგას. აი ეს მანქანა კიდე ბონდიანადან, ხო, 48 სერია არის, ხო, ბონდიანა. მე მგონი ხო. 48 სერიიდან მგონი არა 28 არის. 28. 28 სერია. და მგონი ერთი 7-8 სერიაში თავაროში არის ეს ავტომობილი. მე ნანახი არა მაქვს
ხო იცის? იცი რატო ბევრია კი და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ავტომობილად ითვლება. მაგრამ ეგ მანქანა ვიცი ნანახი მყავდა. მარტო ბრიტანეთის ქვეყნებიდან კი არა, მთელ მსოფლიოში ითვლება. მოდი ეგეთი რაღაცა ვთქვათ რა, ყველაზე ლამაზი Aston Martin დღემდე. მაგაში გეთო. ამაზე მაგარი არ გავუკეთებ. ბრენდი? Aston Martin, ისა იგლობუსი. იგლობუსი. საკოლექციო მოდელის. ხო, თან ის არის დიორამა არის, აგერ აი ავხდი რომ კარგი. და სხვათა შორის ეს უკვე ეს მოდელი ეს დაწებებული, რავა ყველა დაწებებულია. არ უნდა. დაბეჭდი. ვიდეოს უყურეთ, იქ ახტი. ხო, იქ ახტი, კი ბატონო. ხო და რაღაცის თქმა მინდა მაგაზე, რაც ტაქსის ვიდეოში არ არის. ხო. დამოვიწყდა რომ ეთქვა. იცი საიდან მოიფიქრა ლუკბესორმა რომ ესე გამოვიდეს ეს დისკები რო განზე გადის ეგ სპოილერი ამოდის. ხო და ის საიდან მოიფიქრა იცი? ამას რო აქვს ეგეთი ფუნქცია. ინსპირაცია იყო ეს. კი ბატონო. და მივადექით ყველაზე საინტერესო. ეს მანქანა ჩვენ არხზე პირველი 1.18 მასშტაბის მანქანა უნდა ყოფილიყო. კი. ხო, Bad Boys Porsche. რომელსაც ყველა ესე ეძახის დღემდე. კი. არა და Porsche 964 turbo. და სხვათა შორის ფილმში სულ რაღაც 5 წუთი მონაწილეობს, ხო? არა, ცოტა მეტი, მაგრამ იმდენად მაგარია, რომ Porsche ადგა და გაამეორა ეს მანქანა. კაბრიოლეტი. არა. სპეცშეკვეთით რო იწყება. არა, ეხო და მე Porsche-ს ლიცენზიით იწყება. ეგ ხო $300,000. კი ბატონო, სოლიდოს გამოშვებულია სხვათა შორის. ეს კი, მაგრამ ნამდვილ მანქანაზე მაქვს საუბარი. ვიზუალურად ზუსტად ესეთია ნამდვილი. უბრალოდ შიგნეულობა აქვს თანამედროვე 2000 თანამედროვე მოტორი. ხო, სულ ყველაფერი გათანამედროვე. უბრალოდ გარედან ვიზუალი აქვს. მე ვიყოლიები. მეც. დიდი სიამოვნებით. კი ბატონო. და ეს მოდელი კიდე და მარტო სპეცშეკვეთებით იყიდება, ესა უშვებენ ამან. ხო, და ეს მოდელი კიდე სოლიდოს გამოშვებულია 1.18 მასშტაბის, მარტო 1.18 მასშტაბშია და სოლიდოს აქვს, მარტო სოლიდოს აქვს. საკოლექციოდ რაც არის აღიარებული 1.18-ში. და მე ვთვლი რომ სოლიდოს გამოშვებული ყველაზე მაგარი მოდელია. კი. და ბოლოს მანქანა რომელიცაც მე მუსტანგის ფანი გავხდი. ხო. ნუ საერთოდ ეს თამაშიდან წამოვიდა მაგ ფილმის გადაღებაც. ხო, ის მანქანა აქ არ არის. ხო. მაგრამ არ ხდება BMW M3 GT-ი მოსვანთებიდან. ხო, ნუ ის კონკრეტულად თამაშიდან არის და არა ფილმიდან და მაგიტომ არ მოვიტანეთ ის მანქანა. და ეს ფილმიდან არის. ხო, და ეს მუსტანგი არის იმის ნათელი მაგალითი თუ როგორ შეიძლება მუსტანგი ისე გააკეთო. ხო. რომ ყველას მოუდეს და არ დაამახინჯო, იმიტომ რომ ეს კუზავ ლამაზია თვითონ სტოკიც. კი ბატონო. და ეს მუსტანგი არის ელეონორის ინსპირაციით თვითონ ვინც გააკეთა ფილმის უბრალოდ ფილმის რეჟისორს თქვამი რომ ელეონორიდან წამოვიდა მისი ინსპირაცია. აჰა. ეს ის მცირედი არის იმ მანქანებიდან, რომლებიც ფილმებში მონაწილეობენ. ყველაზე მაგრებია ჩემი აზრით. ნუ ჩვენ კოლექციაში ხოლმე ხა ყველა მანქანა უკვე აღარ გამოვიღეთ მაგაზე. ყველაფერი და ხო, ერთი როების გაგო. თავიდან სანამ ვიდეო ჩაწერას დავიწყებდით, ვიმსჯელეთ მაგ თემაზე რა მანქანები გამოგვიღო და დაგვედო აქ. ხო. და გვეჩვენებინა თქვენთვის. რომ ფაქტიურად ხო აქ რაც გვიდევს ჩვენ მანქანები ლეგენდად არის უკვე ქცეული. კი. იცი რა არის? რაღაცას ვიტყვი რა. კინოს აი 90-იანები და 2000-იანების დასაწყისი. კი. თუნდაც ტაქსი, თუნდაც გატაცება 60 წამში. ფილმს რა უყურებდი, ფილმიც კარგად იყო, სცენარი გაკეთებული და დამატებული იყო მანქანა.
მანქანა როგორ მანქანის დეტალებზეც კი ხო აი აქცენტი გაკეთებული ხო აი მოდი ისევ ამაზე ვისაუბროთ რა აი თუნდაც აი რო ეფერება მანქანას ეფერებაზე არა ლამაზად გაკეთებული თვითონ აი მანქანის რეკლამა გამოდის რაღაცა სასწაულად რომ აი მანქანას აი უკნიდან რო იწყებს და ნელ-ნელა კადრი წინამდე წვირამდე ის რა აი მაგასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეჟისორი რა კუთხით უყურებს სამწუხაროდ დღეს მარკეტინგმა შეიწირა ხო გინდაც ის მომენტი რო ფრინდება ხო ეგეც მაგარი შენელებული კადრი ეს 39-ებს რო იგონკავი ხო ხო ნუ აი ეგეთი რაღაცეები რა და ეხლა დღევანდელობაში ხო რა ვიცი აი რატომღაც კინოს ვეღარ გადასული არის ფულის მარკეტინგში და აი იმდენად საინტერესო აღარ არის ისეთი როგორც ძველი ფილმი რას ვიტყვი ფორსაჟების თემა ხო აი ფორსაჟები ავიღოთ გინდას ხო პირველი 5 სერია მაგაზე დღეს ჩვენ ვიკამათეთ 5 ნუ 3 არა 5-ზე უნდა გაჩერებულიყვნენ ფული იშოვეს და всё ეგ ხო მაგ ხო თქვია ეს ნახე მეცხრე რო გამოვიდა და კიდე ერთხელ ვიტყვი მაგ ისტორიას მოყოლილი მაქვს მაგრამ კიდე ერთხელ გავიმეორებ რომ გამოდიოდა რომ უნდა გამოსულიყო წინა ღამეს სანამ დადასტურდებოდა თბილისში იღებენ მე და ჩემი ძმაკაცი ვლაპარაკობთ გადავიდით რა რომ უცებ ეგეთი თემა წამოიწვა რომ ბიჭო რა მაგარი იქნებოდა რომ ფორსაჟი თბილისში გადაიღო უბრალოდ გავიხურეთ რა და მეორე დღეს ნიუსი დაიდო ინტერნეტში ახალი ამბავი რომ ფორსაჟის გუნდი მოდის და იღებს ფილმს და მაშინ თქვი რომ უნდა წავშველიყო კინოში და კინოში მენახე კინოში რო წავედით და ვნახეთ კინოში მოგვეწონა ყველას და ინტერნეტში რო დაიდო და ინტერნეტში უყურე აღარ მომეწონა იმიტომ კი არა რომ ნანახი არ ესა ნანახი მქონდა და იმიტომ არ მომეწონა თვითონ როგორც კინო არ მომეწონა ანუ რა გამოვიდა რომ კინოთეატრისთვის აკეთებენ დღეს ფილმებს ხო და არა იმისთვის რომ კინო გადაიღო ხო რა მან არის უკვე მარკეტინგული გაცვლა იმ თვალსაზრისით რომ ხალხმა კინოთეატრში იაროს ხო ფილმის ტრეილერი რო იდება ტრეილერი რო გამოდის რეკლამა რა ტრეილერები რა მაგარია ხოლმე და კინო რო გამოდის არაფერი არ არის ჩვენ ქვეყანაში იმდენად ძვირი არის კიდეც ელემენტარული კინოს ბილეთი რო იყიდო ხო ნუ ბევრი ვერაძლევს მაგის არა რო კინოში წავიდეს და ფილმს უყუროს ხო არა კინოში წავიდეს და ფილმს უყუროს არა კინოს ვეღარ იყებენ ჰოლივუდში ხო ნუ არა მაგას თავი დავანებოთ არ უნდა დაანებო თავარი ეგ არის აი კი ხო თავისთავად კინო თუ არ გადაიღეს რატო წავიდე ხო ყველა უბრალოდ მივიდე უყურო ამფითეატრში ეკრანს მოღუნულ ეკრანს ხო და აი ეს მანქანები არის იმის ნათელი მაგალითი რომ მაშინ ფიქრობდნენ ყველაფერზე სცენარზეც და ყველა დეტალზეც ოთან სხვათა შორის რაც ჩვენ აქ მანქანები გვიძებს ერთადერთი არის ესა ყველაზე ახალი კინო ესა და ესა ეს არის 2014 ესეც 2014-ია ეს ხო ყველაზე ახალი ფილმები ესენია დანარჩენი ძველი ყველაზე ძველი ფილმი არის ეს ბონდი კი მე ეს ბონდი ნატლიაზე ძველია ეს სამი ყველა ძველია ნუ ყველაზე ძველი ეს არის ხო ნუ ის 90-იანი ხო აი ყველაზე მაგარი მარკეტინგული გათვლა მარტო სახში რომელსაც მანქანასთან კავშირი საერთოდ არ უნდა ქონდეს მაგრამ იმდენად დასამახსოვრებელი მანქანა გააკეთეს რომ სხვათა შორის მე გვიდე ვისაც ნანახი არა გაქვს დევს არხზე და უყურეთ ძალიან მაგარ რაღაცებს გაიგებ კი ბატონო მანქანაზე არა კინოზე გაიგებ თუ მოვჭეთ ხო 10,000 გამომწერამდე ძალიან ცოტა დაგვრჩა და გაჩვენებ საიდუმლო მანქანას და თქვენი კომენტარები აუცილებლად გვაინტერესებს თქვენი აზრი თუნდაც დღევანდელ ვიდეოს არა ეს ვიდეო რატომ მინდოდა რომ გამეკეთებინა იცი ჯერ აზრი მინდოდა და მეფიქსირებინა მაგასთან დაკავშირებით და მე მინდა ვაჩვენო ვინცას რეკომენდაციებში ამოვყდებს ამას
და დაინტერესება რა შემიძლია შევაკრო. ხო, ეს არის ყველაზე მარტივი ხერხი იმისთვის, რომ ადამიანი მოიწამლოს ამ ჰობით. კი ბატონო. რითაც ჩვენ მოწამლულები კი რა მოჩხამულები ვართ. კარგი დავა. კარგად ვზანდებოდეთ შემდეგ ვიდეოზე. What?